ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებისათვის თასის გადაცემის ცერემონიაზე, გაგაოცებთ. ტრამპს შეიძლება ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ მოსაწენ ცხოვრებას ვერ დააბრალებ. ის 80 წლისაა. ის არის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც ერთსა და იმავე წელს Super Bowl-ს, NBA-ის ფინალებს და მსოფლიო თასის ფინალს უყურა. დონალდ ტრამპი შევიდა მსოფლიო თასის დაჯილდოების ცერემონიაზე. ესპანეთის მოთამაშეებს მედლები გადასცა, თასის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და სცენაზე დარჩა. ზუსტად მაშინ, როცა ჩემპიონი ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან ზეიმს ემზადებოდა დასაწყებად. ფერან ტორესმა გადამწყვეტი გოლი 106 წუთზე გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს მეორე მსოფლიო ტიტული მოუტანა. ლიონელ მესის გუნდს კი მეორე ზედიზედ გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა. ტრამპის დასწრება ფინალში უკვე გამოცხადებული იყო თეთრი სახლის მიერ, თუმცა არავინ ელოდა თუ რამდენად დიდი იქნებოდა პრეზიდენტის მონაწილეობა ცერემონიაში. ტრამპი მხოლოდ ლოჟაში არ დარჩენილა და არც მინდორზე გამოჩენილა, მხოლოდ სწრაფი მისალმებისთვის. ის ავიდა პლატფორმაზე პრეზიდენტთან ერთად. FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მიიღო ფეხბურთელები, ჩააბარა მედლები ჩემპიონებს და უშუალოდ მონაწილეობდა იმ მომენტში, როცა თასი გადაეცა კაპიტან როდრის. როცა ფეხბურთელები დაიწყეს შეკრება თასის ასაწევად, ტრამპი კვლავ პლატფორმის ცენტრში დარჩა. ინფანტინო მიუახლოვდა და მიანიშნა, რომ მას უნდა დაეთმო ადგილი ზეიმისთვის, მაგრამ პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე წამით ესპანელებს შორის დარჩა. როდრიმ თასი ასწია. ფეხბურთელები ახტნენ და ოქროსფერი კონფეტების წვიმამ დაფარა სცენა, როცა ტრამპი ჩემპიონ გუნდთან ერთად გამოჩნდა. FIFA არ გაავრცელა განმარტება მისი დარჩენის შესახებ. კადრებიდან ჩანს, რომ ეს ქმედება სპონტანური იყო, როგორც ვინმე, ვინც გადაწყვიტა ისტორიული მომენტი ახლოდან ენახა. ამ ვიდეოში, რომელიც შეერთებული შტატების სიახლეების პროფილმა გამოაქვეყნა, ტრამპი ინფანტინოს გვერდით დგას, სანამ ესპანელი ფეხბურთელები ფოტოსთვის ემზადებიან. FIFA-ს ხელმძღვანელი პრეზიდენტს უყურებს და ცდილობს ფრთხილად გვერდზე გაიყვანოს, მაგრამ ზეიმი მანამდე იწყება. რომ ტრამპი სრულად გაქრეს კადრიდან. ამ ვიდეოში, რომელიც ლუის მონტოიამ გამოაქვეყნა, ესპანეთის ნაკრები მედლებით, თასით და ტრამპით სცენაზე ჩნდება. პრეზიდენტი ჯგუფის მარჯვენა მხარეს დგას, სანამ ჩემპიონები ხტებიან და ზეიმობენ. სურათი სწრაფად იქცა ედვარდ საპრეზიდენტო ფოტობომბად, რადგან ტრამპმა მოახერხა შესულიყო ფოტოში, რომელიც მხოლოდ გამარჯვებულ გუნდს, მოთამაშეებს და თასს უნდა აღებეჭდა. პროფილმა პოსტაჯემ AF გამოაქვეყნა სხვა კუთხით გადაღებული ვიდეო, სადაც ორგანიზაციის წევრი ზეიმის დროს ტრამპს უახლოვდება. პრეზიდენტი კვლავ მოთამაშეებისკენ არის მიბრუნებული, ხოლო ინფანტინო ცდილობს ცენტრიდან ოფიციალური პირების გაყვანას. ერთ-ერთ ვიდეოში ტრამპი მინდორზე დადის დაცვით გარშემორტყმული, მეორეში კი მსაჯებს მედლებს გადასცემს. შემდეგ ის ჩნდება პლატფორმაზე, სადაც ესპანელ ჩემპიონებს ირებს. ტრამპი სტადიონზე შთამბეჭდავად შევიდა. პრეზიდენტის ვერტმფრენი მარინ უანმა არენას გადაუფრინა მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, რამაც ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. მან თამაში დაცულ ტერიტორიაზე უყურა. პირველი ლედის მელანია ტრამპის, ჯანი ინფანტინოს, მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის და კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის გვერდით. ესპანეთის მეფე ფელიპე და სხვა ოფიციალური პირებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ. ფლოტუსის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ტრამპი აშშშ-ის ჰიმნის დროს მელანია ტრამპის, შეინბაუმის, კარნისა და ინფანტინოს გვერდით ჩანს. ამ სცენამ ერთ ლოჟაში შეკრიბა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი 3 ქვეყნის ლიდერები და FIFA-ს უმაღლესი ხელმძღვანელობა.
მიუხედავად სავაჭრო დაპირისპირებებისა და პოლიტიკური განსხვავებებისა მთავრობებს შორის, ყველამ ერთად უყურა გადამწყვეტ მატჩს. შენ ესაუბრე კარგი. კანადა. დღეს დავიწყე, კარგი იყო, მაგრამ უთხარი მას. მინდა ვთქვა, ჩვენ უნდა შეაჩეროთ ეს ხანძრები აქამდე რომ არ მოვიდეს და ჩვენი ჰაერი არ მოწამლოს. მარკარნისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იცით, უნდა შევაჩეროთ ხანძრები იქ ზემოთ. თუ შეგვიძლია დახმარება დავეხმარებით, მაგრამ შეიძლება კომპენსაცია გადაიხადონ ან ტარიფები დავაწესოთ. მაგრამ ეს საშინელი იყო. მინდა ვთქვა, კომპანიები იყურებოდა განსაკუთრებით მიჩიგანში. თუ დეტროიტის რეგიონს მიჩიგანს შეხედავთ, იქ ყველაფერი დახურეს. დახურეს ავტომობილების ქარხნები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ასე რომ არასდროს მახსოვს, რომ ოსრომეს მომხდარიყო. ბოლო 4 ან 5 წლის განმავლობაში თქვენ ხედავდით, რომ ეს იწყებოდა. მე არ მახსოვს მსგავსი რამ. მატჩის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, როდესაც ორიგინალ თასს შეეხო. რონალდო ფენომენომ თასი ლოჟაში მიიტანა და ინფანტინომ პრეზიდენტს მისცა ნება, რომ მასზე ხელი დაედო. მადლობთ. ნახვამდის. მე ასე ვაკეთებ. ეს სურათი სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რადგან თასი ჩვეულებრივ ფინალამდე თითქმის წმინდა დაცვით არის გარშემორტყმული. ტრამპმა ასევე პირადად გადასცა მედლები ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ფერან ტორესი და ლამინე ამალი. პრეზიდენტი არ დაიხია უკან, განაგრძო მოთამაშეების მისალმება და კამერების წინ დარჩა ესპანური დრესასწაულის დაწყებამდე. მონაწილეობამ ტრამპი უპრეცედენტო მდგომარეობაში ჩააყენა. ის გახდა პირველი მოქმედი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც დაესწრო ამერიკის მიწაზე გამართულ მსოფლიო თასის ფინალს. 1994 წელს, როდესაც ტურნირიც შეერთებულ შტატებში ჩატარდა. ბილ კლინტონი ფინალს არ დასწრებია და თასი მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ალ გორმა გადასცა. სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების სერია 2025 წელს დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპი გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც პირადად დაესწრო სუპერბოულს. 2026 წლის ივნისში მან კვლავ შექმნა ისტორია, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას NBA-ის ფინალის მატჩს დაესწრო. ეხლა 80 წლის ასაკში მან დაასრულა ეს სერია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დასწრებით და ჩემპიონებთან ერთად ფოტოს გადაღებით. ფინალი ასევე ოჯახური შეხვედრის ადგილად იქცა. ბარონ ტრამპი მატჩის დაწყებამდე ინფანტინოს ესაუბრებოდა. სხვა ოჯახის წევრები მატჩ სტადიონის სხვადასხვა ნაწილში ადევნებდნენ თვალს. ტიფანი ტრამპისა და ბულოსის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ერიკი დონალდ ტრამპ უმცროსი, ბეტინა ანდერსონი, ლარა ტრამპი, ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი გადაღებულნი არიან სავსე სტადიონის წინ. სტადიონის დატოვების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ისთვის განსაკუთრებული წარმატება იყო. მან შეაქო ესპანეთის დომინანტური თამაში, თქვა რომ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ ტურნირის საყურებლად და კიდევ ერთხელ დაიცვა პოზიცია, რომ ჩემპიონატი ამერიკის ტერიტორიაზე დაბრუნდეს. იმ დროს, როცა ესპანეთის ნაკრები თავის მეორე ვარსკვლავს ზეიმობდა, პრეზიდენტი უკვე ემოციებით იყო სავსე. მან ფინალი გადააქცია აშშ-ში ძალის დემონსტრაციად, რომ შეუძლია პლანეტის ყველაზე დიდი ღონისძიებების ორგანიზება. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღების მეშვეობით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.